თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში 79 საარჩევნო ოლქის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე მოვიწვიეთ. დიდი მადლობა ბატონო მალხაზ სტუდიაში სტუმრობისთვის. პირდაპირ მინდა გადავიდე კითხვაზე. დღეს ცესკომ გაავრცელა განცხადება, რომ ამომრჩევლთა რაოდენობა დაზუსტებულია და მათი რაოდენობა შეადგენს 3.472.772 ამომრჩეველს. რა მექანიზმებით შეიძლება ამომრჩეველს მითითებულ პერიოდში გადაამოწმოს თავისი თავი? არის თუ არა ის სიაში და სწორი არის თუ არა მისი მონაცემები? კი ბატონო, მივესალმები ტელემაყურებელს. ამორჩეველთა რაოდენობა გამოცხადებულია, გამოქვეყნდა. უბნები კონკრეტულად ბათუმის ოლქში დღეს გაიხსნა 60-მდე უბანი, ხვალ კიდევ გაიხსნება დარჩენილი 51 უბანი. და 16 მაისიდან უკვე მოყოლებული ამორჩეველს შეიძლება რომ გადაამოწმოს ამორჩეველთა სიაში საკუთარი თავი და ასევე თავისი ოჯახის წევრები. ამორჩევლებს დაურიგდებათ აუცილებლად ბარათები, სააღრიცხვო ბარათები, სადაც არის მითითებული თუ რომელ უბანზე მისცემენ ისინი ხმას. ამ სააღრიცხვო ბარათებს საუბნო კომისიები დაურიგებენ მათ. სავარაუდოდ ეს დარიგება განხორციელდება 3-4 დღის განმავლობაში, 17-18-დან 20-21 მაისის ჩათვლით და ამ დღეების განმავლობაში ყველა ამორჩეველს სახლში მიუტანებენ ამორჩევლის ბარათს, სააღრიცხვო ბარათს. ვინც ვერ მიიღებს ამორჩევლის სააღრიცხვო ბარათს, როგორ უნდა მოიქცეს ის ადამიანი? ამორჩეველი მოდის უბანზე, სადაც ცხოვრობს ის, მის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე უახლესი უბანი, რომელიც არის იქ მიდის და გადაამოწმებს საკუთარ თავს სიაში. იმ შემთხვევაში თუ ის სიაში არ აღმოჩნდება, მას შეუძლია განცხადება დაწეროს მისი სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. გადაამოწმებენ რომ მისი საცხოვრებელი ადგილი შედის თუ არა ამ უბნის საზღვრებში და თუ ის ამ საზღვრების მაცხოვრებელია, მოხდება მისი სიაში შეყვანა. ის განცხადებას დაწერს, შემდგომ ეს განცხადება მოდის ზემოთ ოლქში, ოლქიდან CSKO-ში, სამოქალაქო რეესტრში და სამოქალაქო რეესტრში ბოლო ჩანაწერის გაკეთების უფლება არსებობს 30 მაისის ჩათვლით, ანუ ამორჩეველს უფლება აქვს 30 მაისის ჩათვლით გადაამოწმოს თავისი თავი და ოჯახის წევრი სიაში და სიაში არ ყოფნის შემთხვევაში ვიმეორებ 30 მაისის ჩათვლით შეუძლია განცხადების ფორმა დევს უბანზე, შეავსოს ეს განცხადების ფორმა და მოითხოვოს სიაში შეყვანა. ბატონო მალხაზ, წელს საარჩევნო სიების ფორმირებასთან დაკავშირებით ცესკომ ითანამშრომლა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან. ანუ ეს სიები, რომელიც დღეს უნდა ვიმოქმედოთ ამ სიების მიხედვით, არის მოწოდებული სერვისების სააგენტოს მიერ. რამდენად არის იმის წინაპირობა შექმნილი, რომ წელს სიებთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემები შეიქმნება სწორედ ამის გამო, რომ თქვენ ითანამშრომლეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან? მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო რეესტრს ადგენს სახელმწიფო სერვისების სააგენტო და სამოქალაქო რეესტრში ხდება აღრიცხვა ყველა იმ ამორჩევლის, რომელიც არის კენჭისყრის დღისათვის 18 წელს მიღწეული, ასევე ხდება გარდაცვლილი ამორჩევლების სიიდან ამოღება. აქ საუბარია ისეთ ადამიანებზე, რომელთა გარდაცვალებაც სამოქალაქო რეესტრში გატარდა რეგისტრაციაში. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი ოჯახმა მიმართა სამოქალაქო რეესტრს და აიღო გარდაცვალების მოწმობა. თუმცა კანონში არის ჩანაწერი, რომ თუ კი ოჯახი არ აიღებს გარდაცვალების მოწმობას, გარდა ამისა კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ევალება თვითონ გააწარმოონ აღრიცხვა და ამის შესახებ ინფორმაციები თვითონ მიაწოდონ სამოქალაქო რეესტრს. მე ვფიქრობ, რომ ახლა ცდომილებისაგან დაცული არავინ არ არის, მაგრამ სადღაც 99%-იანი სიზუსტით ეს სია არის ის რეალობა და ის სია, რომელიც სამოქალაქო რეესტრის ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით არსებობს. ანუ ადამიანები, რომლებმაც პირადობის მოწმობის აღება დაიწყეს ჯერ კიდევ 20 წლის წინათ და დღემდე იღებენ პირადობის მოწმობებს, ყველა ის ადამიანი თავისი მისამართის მიხედვით იმყოფება სიაში. ანუ საუბარია დაახლოებით 3,9 მილიონი ამომრჩეველზე, 3,92,000-ზე. 3,9 მილიონი ამომრჩეველი ყავს დღეს საქართველოში სიის მიხედვით. დიახ, რეგისტრაციის თანახმად კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ის ადამიანებიც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, დაუშვათ ცოტა ხნის განმავლობაში არიან უცხოეთში გასული, ანუ ბოლო პერიოდში არიან უცხოეთში გასული, ეს ადამიანებიც იმყოფებიან სიაში. აქედან გამომდინარე, ვინც არის რეგისტრირებული, ეს ადამიანები სიაშია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტათი მეტი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ამ არჩევნებზე განხორციელდა ესეთი რეფორმა, ომისამართო ამორჩევლები ამოიღეს სიიდან. ცალკე მინდა ომისამართო ამორჩევლებს. აი როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც არ არის რეგისტრირებული, რეგისტრირებიდან მოხსნილი ამორჩეველი? აი ზუსტად მაგას ვამბობ, ომისამართო ამორჩეველი
რომელსაც არ გააჩნდა რეგისტრაცია, მათთვის არსებობდა ადრე ბათუმში თქვა 74 უბანი, მე-80 უბანი, ასევე უმისამართო დევნილებისათვისაც არსებობდა მე-5 უბანი. ესეთი უბნები გაუქმებულია და ასეთ ამორჩევლებს კანონმა მისცა უფლება, რომ 27 მაისის ჩათვლით მივიდნენ სამოქალაქო რეესტრში, განაცხადონ მათი ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი სიტყვიერად 27 მაისამდე. 27 მაისამდე უნდა მივიდნენ და მათი ფაქტობრივი განცხადების საფუძველზე რა მისამართსაც მიუთითებენ, სამოქალაქო რეესტრი აბსოლუტურად უფასოდ დაუმზადებს პირადობის მოწმობას, შეიყვანს სიაში ფაქტობრივი მისამართის მიხედვით კიდევ მეორე და ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. თუ არ მიმართეს, ეს არის პირველი შემთხვევა. დიახ, თუ არ მიმართეს, ისინი სამწუხაროდ ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ასე სიახლეა მონაწილეობას. წლევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით ფოტოთი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა სიაც, ხო? რამდენად დახვეწეს ეს მექანიზმი, კი მოკლედ რო აგვიხსნათ, რამდენად მოგცემს იმის საშუალებას, რომ ცდომილება არ მოხდეს. დიახ, მინდა გითხრათ, რომ დაგეგმილი იყო ბიომეტრიული პასპორტებით ხმის მიცემა, მაგრამ ვერ მოესწრო ამ არჩევნებზე. სავარაუდოდ ეს იქნება ალბათ 2016 წლისათვის და აი ამ პერიოდში გარდამავალი, ასე ვთქვათ, წესი შემოღებული იქნა ამ არჩევნებისათვის. სამაგიდო სია, რომელიც იქნება რეგისტრატორთან დადებული, ამ სიაში იქნება ფოტოსურათიანი ამორჩევლის მონაცემები, ანუ ფოტოსურათები. ეს ფოტოსურათები იქნება ბოლო იმ მონაცემის მიხედვით, ვისაც სამოქალაქო რეესტრში აქვს პირადობის მოწმობა აღებული. რა პერიოდშიც აქვს აღებული, თქვათ, თუ აიღო პიროვნებამ, თქვათ 98-ში და შემდგომ 2005-ში ხელმეორედ აიღო, აი ბოლო სურათი რაც არის დაფიქსირებული, ის სურათი იქნება სიაში. ამ სურათით რეგისტრატორი ახდენს იდენტიფიცირებას, ანუ ადამიანი, რომელიც მივა და წარუდგენს მას პირადობის მოწმობას ან პასპორტს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რეგისტრატორი აიგივებს სურათსა და პიროვნებას ერთმანეთთან, აძლევს მას ბიულეტენს და კონვერტს ბიულეტენისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დარწმუნდა, რომ სურათი და პიროვნება ემთხვევა, ამის შესახებ ატყობინებს უბნის კომისიის თავმჯდომარეს. თუ უბნის კომისიის თავმჯდომარემ გადაამოწმა და თვითონაც ვერ დარწმუნდა, რომ ეს პიროვნება ნამდვილად არ ემთხვევა სურათს. მაგრამ ფიზიკურად შესაძლოა ადამიანმა რამე ქირურგიული ჩარევა ჩაიტაროს, ან თმისფერი შეიცვალოს ელემენტარულად, რო თქვა, ან ფიზიკურად რამდენად იქნება იმის საშუალება, რომ იდენტიფიცირება ადამიანმა შეუიარაღებელი თვალით მოახდინოს. ანუ კანონის რეგულაცია არის ამდაგვარი, რომ ამ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეუშლიან, რომც არ დაემთხვეს მათი აზრით, მათი შეხედულებით, ანუ რეგისტრატორის და უბნის კომისიის თავმჯდომარის, ვერ აუგზავნებენ არჩევნებში მონაწილეობას, ის მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თავისუფლად იმ მოწმობით, რაც გააჩნია, ხოლო ესენი გააკეთებენ სათანადო ჩანაწერებს, რეგისტრატორი და უბნის კომისიის თავმჯდომარე, ეს ინფორმაცია წერილობით მოდის შემდგომ ოლქში, ოლქი ამას ამუშავებს, აგზავნის CSKO-ში, ხოლო CSKO უგზავნის სამოქალაქო რეესტრს. სამოქალაქო რეესტრი არის ბოლო რგოლი, რომელიც საბოლოოდ აზუსტებს, იყო თუ არა ამ ეს პირადობის მოწმობა გამოყენებული დანიშნულებისამებრ, თუ არადანიშნულებისამებრ. ძალიან საინტერესო სიახლეები გაგვაცანით, დიდი მადლობა. ტელემაყურებელს შევახსენებ პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხვებს 79 საარჩევნო ოლქის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე პასუხობდა, განვაგრძობთ გამოშვებას.